ახლადარჩეულმა აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ჯემალ ბასარიამ მხატვართა კავშირის პირველი გასვლითი ღონისძიება სიმბოლურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყო. საუნივერსიტეტო სივრცეში ნახატების გამოფენა და ხატვის მასტერკლასი ჩატარდა. მხატვრებმა ძირითადად აფხაზეთის თემაზე ნამუშევრები გამოფინეს, რომლებიც სიუჟეტურად და ტექნიკურად გამორჩეული იყო ფერებით. თითოეული მათგანი ზეთის საღებავებით, აკრილითა და პასტელით იყო შესრულებული. მადლობას ვუხდი აფხაზეთის მხატვართა კავშირს, საქართველოს მხატვართა კავშირის აფხაზეთის განყოფილებას, ახალ არჩეულ ხელმძღვანელს ბატონ ჯემალს და იმ 7 მხატვარს, რომელთა ნამუშევრების გამოფენა ხდება დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში. წმუნდებით, რომ შესანიშნავი ნამუშევრებია წარმოდგენილი, ჩვენ დეტალურად შეიძლება ვისაუბროთ, უამრავი სტილია აქ და რაღაცა თვითყოფადობაც ჩანს, ინდივიდუალიზმიც ჩანს. და რაც თავარია რა ჩანს, იცით, ჩვენ ქართველები ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი. ხატვის თავისუფლება რა არის? შემოქმედებითი აზროვნების შესაძლებლობა. აი ეს ამ ხატრობაში ჩანს, მათი თავისუფლება. ვიფიქრეთ, პირველი ღონისძიება საჩაგვეტარებინა ბათუმში დაგვადიჟეს, სუგდიდში დაგვადიჟეს, ქუთაისში, გორში და მეუთხარი არა, ჩვენ აფხაზეთელები უნდა მოვინახულოთ პირველ რიგში. და არჩევანი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი. Сухумის უნივერსიტეტთან გავაკეთე.